გამარჯობათ, მოგესალმებით, კოლეგებო, ვინც აზიაპირებს კიდე ჩემი პროფესიის უფლებას, ანუ ტრაილერის მსხლის პროფესიას და ვინც აპირებთ ევროპაში მუშაობას. დღეს მინდა ვისაუბრო ბორანი და მატარებელი. გასწოდებული რუსულად არის მენიუში, ტახოგრაფში და ინგლისურადაც, ინგლისურად მართლა არ ვიცი რაფერა, რუსულად პარომ პოეზდ. და როგორ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ არ დავარღვიოთ ეს რეჟიმი. არის სტანდარტული, როგორც ასეთი, წვეტა ორჯერ. ანუ ბორანზე ასვლამდე და ბორანზე ჩამოსვლის შემდეგ. ამ წვეტისთვის გვეძლება მხოლოდ 1 საათი, ანუ ბორანზე ასვლასა და ბორანიდან ჩამოსვლიდან პარკინგამდე მხოლოდ 1 საათი გვეძლება კანონით. და როგორია წესი და რიგი, დავუშვათ. და ერთი რამე კიდე ბოდიში დავხვიე, როცა წვეტა აპირებს, ანუ თქვენ ვერ ასწრებს, ვერ ეტევით დროში, და იცით, რომ უნდა გაწყვიტოთ პაუზა, ამ დროს, იმ დღეს უпроსტად იმ სამუშაო ცვლაში, საერთო სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს, ანუ თავის არებიან, დათვითვიან, 45 წუთიან პაუზიან, ყველაფერი ეს ჯამში არის ერთი დღიური სამუშაო ცვლა. ანუ როგორც სმენას ჩვენში ასეა კიდე მიღებული. მოდიხართ პორტში, მაგალითად, და 11 საათი გაქვთ უკვე გახარჯული საერთო დრო. ბორანი ჩამოდგება სადღაც 2 საათი, 3 საათის შემდეგ. ანუ თქვენ უკვე 12 საათში ვეღარ ეტევით. ამისათვის პორტში სანამ ახვალთ, როგორც კი მიდით და თქვენ იცით, რომ 11 საათი სამუშაო დრო გასულია, დავუშვათ, ხართ გერმანიის რომელიმე პორტში და მიდიხართ შვედეთში. ამისათვის ხურავთ ქვეყანას გერმანიით, დახურეთ ქვეყანა გერმანიით, გადადით. დასვენება არის საწოლები, გაწოდებული კრავატები. მერე არაფერს არ აკეთებთ, ისვენებთ, დავუშვათ, სადღაც 2 საათახევრის მერე ან 3 საათის მერე ჩამოდგა ბორანი და იწყება ასვლა ბორანზე. ტახოგრაფში არ აკეთებთ არაფერს აბსოლუტურად, უბრალოდ ქოქავთ მანქანას და მიდიხართ პარომზე ასასვლელად. იქ სადღაც 700-800 მეტრო შეიძლება ასე გაიაროთ, 500 მეტრო. ზოგან კილომეტრიცაა შეიძლება მისვლამდე, სანამ უშუალოდ პარომზე ახვალ. და არაფრის დიდებით მანქანა არ ჩააქროთ. არაფრის დიდებით, იმიტომ რომ მანქანას როგორც ჩააქრობთ, ტახოგრაფი გადავა ავტომატურად საწოლებზე და უკვე აზრი იკარგება ყველაფერს. თუ მაინც მარეგულირებელი გეუბნებათ, რომ ჩააქრეთო მანქანაო, თუ მოხდა ესეთი, ჩაქრობისთანავე ის ხოცი მციმობს იქ, არაცალოთ იმას, ეგრევე გადაიყვანეთ ხელით ჩაქუჩებზე. ტახოგრაფი ეგრევე გადაიყვანეთ ჩაქუჩებზე. და ბოლო-ბოლო შეიძლება განმეორდეს ასეთი რაღაცა და ბოლო-ბოლო ადით და დადექით ბორანზე. მაგრამ როგორც კი ახვალთ ბორანზე, მარეგულირებელი გეუბნება, აი აქ დადექთ და აყენე მანქანაო. არ აქროთ მანქანას, მანქანა არ ჩააქროთ. თქვენ რომ ტარება დაამთავრეთ, დადექით, ძრავს არ აქრობთ, ამ დროს ტახოგრაფი ავტომატურად გადადის ჩაქუჩებზე. ამ დროს შედიხართ ტახოგრაფის მენიუში, იქ არის ვოდ ავტომობილი. როგორც კი ჩამოხრათ, პირველი არის აუტი, მეორე არის პარომ პოეზდ.
აი იპარომ პოეზი ამ მაშინ როგორც შეხვათ მენიუში, აჭერთ ოკეის ხელს. და ეხატება იქ გემის მაჩვენებელი. ბატონა არის ესეთი ჩაითება. და ხოლოდ ამის შემდეგ აკრობთ მანქანას. მიდიხართ თქვენს კაიუტაში, ოღონ ერთი რამეა ბიჭებო. კარგად დაიმახსოვრეთ, რომელ სართულზე ხართ. არის მანქანა მეოთხე სართული, მეხუთე სართული, იქ ეწერება კედლებზე. თუმცა მე შეიძლება მეგეიხსენო, რომელ სართულზე არის შენი იგი და მიდემართავ მაგერითხე და ძილს მონახე ჩემი მანქანა. კლა, დასაწყისში. თუმცა გამოუცდელი ვიყავი. და მითო გეუბნებით ამას ვარდაგად რეაქციით ყურადღება, რომელ სართულზეა. მეოთხეა, მეხუთეა, მეექვსეა, ასე რეაქციით ყურადღება. დაიმახსოვრეთ კარგად. შეინიშნეთ უკინა რაღაცა, ან სულათი გადაუღოთ ბოლო-ბოლო ტელეფონით. და მიდიხართ თქვენს კაიუტაში. დაუშვათ გემით სურავს 6 საათი. იცურეთ 6 საათი გემით, რა თქმა უნდა, თქვენ ამ დროს ეს დრო გეთვლებათ როგორც დასვენება, 2 საათი დაუშვათ პორტში იდექით, 6 საათი გემზე იდექით, ჯამში გამოდის 8 საათი. კანონის თანახმად დგომა, როცა პარომზე მიდიხარ, დასვენება უნდა იყოს 11 საათი. ცხრიანი არა, მხოლოდ 11 საათიანი წყდება. და პლუს ამ 11 საათს უნდა დავუმატოთ ის დრო, რა დროსაც დახარჯავთ ასვლაში და მერე გემიდან ჩამოსვლაში. დაუშვათ ასვლაში დახარჯეთ 25 წუთი, ჩამოსვლაში დახარჯეთ კიდევ 25 წუთი, ეს გამევიდა 50 წუთი. ანუ იმ 11 საათს უნდა დავუმატოთ ეს 50 წუთი კანონით. მაგრამ მე მაინც ეცას, ამიტომ დასვენება არ მაწყეს არასდროს, დასვენება ზედმეტი არასდროს არა. სკოლისთვის ეცას ვამატებ. არცერების არ ვთქვი არაფერი, რატო გაჩენიამდე ხალხს. იმ 10 წუთის გულობის და არაფერი არ ვთქვი არებს. ვეც მეტყვი. ასეა საჭირო და მიდო თქვა. ანუ ბოლო-ბოლო ვიცურეთ ეს დრო, მიდივართ მანქანაში, ქოქავთ ისევე მანქანას, არაფერს ტახოგრაფში კიდევ არ ვაკეთებთ. ჩვენ ვიცით 2 საათი იქით, 6 საათი აქეთ, 8 საათი. ანუ ჩვენ მიანგარიშოთ რა 8 საათი გვაქვს, 8 საათი და 11 საათამდე, რაც უნდა ვიდგეთ 11 საათიანი პაუზა, კიდე არის 3 საათი, პლუს კიდევ ის, ანუ გემიდან როგორც ჩავალ 8 საათს დავუმატოთ ის 3 საათი, დავუმატოთ ის ასვლა ჩამოსვლის დრო კიდე 1 საათი, ანუ 4 საათი კიდე უნდა ვიდგე დასვენებაზე, ანუ საწოლებზე. როგორც კი ეს 4 საათი გავა, შეგვიძლიათ გავაგზავნოთ ბიჭებო. გავხსნათ სვლა, უშვათ შვედეთში ჩავედით. გერმანიით ქონოდა დახურული, შვედეთში გადავედით. შვედეთით გავხსნით სვლას, ახალ სვლას, იმ 4 საათის პაუზის შემდეგ და всё, დაგვეწყო ახალი სამუშაო სვლა. ეგაა და ეგ. ეს ერთი ვარიანტი, როცა დავუშვათ ორმაგი წვეტა. არის ისეთი დავუშვათ სიტუაცია, როცა დავუშვათ შენ საერთო დროში ეტევი, 13 საათში ეტევი, დავუშვათ 12 საათში უკვე ბორანზე ადი, გქონდა დრო. 12 საათში. 12 საათი ან 12 საათამდე, თუნდაც 13 საათში იყოს. შენ ადი ბორანზე. ამ 13 საათში ეტის რომ გქონდა დრო. ასე. ადი ბორანზევე დახურე ქვეყანა და უშვათ იგივე გერმანიით. გავიდა 11 საათი. შეგიძლია თუ 11 საათი და მეტი იცურა გემმა, შეგიძლიათ თამამად გახსნათ ახალი სვლა და გააგრძელოთ მუშაობა. თუ დაუშვათ შენ ჩაედი ამ დაუშვათ 12 საათში, 13-ში არა, თუ 12 საათში ჩაეტია საერთო დროში და გემი არ სურავს 11 საათი და მეტი, ანუ მაშინ უნდა ქნათ ისე, რომ რაც დააგდება, უშვათ გემი სურავს 8 საათი, დახურული გაქვს არაფერს არ აკეთებ, ჩაადიხარ გემიდან და იმ
8 საათია 11 საათი 3 საათი რაც არის ის 3 საათს დავუმატებ იმ დროს რასაც დახარჯავ ჩასვლაში და ბოლომდე შეასრულებ 11 საათს პლუს ის დრო. ანუ შეიძლება მოანდობენ 15 წუთი ან 20 წუთი. ანუ 3 საათი და 20 წუთი ისევე იქნები და ამ დროს გასვლის შემდეგ შეიძლიათ გახსნათ ახალი ცნო და წახვიდეთ. არის მოკლე პარომები 2 საათიანი, საათნახევრიანი. და თუ გაქვთ დაუშვათ დრო ძალიან დაუშვათ დილას გასცენი 7 საათზე, 9 საათიანი პარომზე. მე პარომა იცურა საათნახევარი ან 2 საათი. მე მაგ შემთხვევაში საერთოდ არ ვაყენებ პარომის ნიშანს. ჩვეულებრივად ჩავთვალე როგორც დასვენება. 2 საათის ცურვის შემდეგ შევედი მეორე ქვეყანაში, ან თუ გინდა იგივე ქვეყანა იყოს ამ მშენობა აქ. ვაგრძელებ ჩვეულებრივად მუშაობას, სანამ არ 13 საათიან, 15 საათიანი საერთო დრო. ეგაა და ეგ მიჭება პარომის ფუნქცია და პარომის ეგრეთ წოდებული პატარა ინსტრუქცია, რომ არ დააშავოთ და არაფერი გააფუჭოთ. როინვე გაგაჩენებს, ეგრევე შენ გიბეს და არ წყავს ის ჯარიმა. რო ჯარიმა არ გამეიმუშავოთ. რატო უნდა მიცე მაგის ფული, როცა ეს ფული შეიძლება მეეხმარო შენ თვითონ ან შენ ოჯახს. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო. და მშვიდობიანი გზა ყველას. აბა ჰე, აბა ხო.